კარგით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღევანდელი თეორიული ლექციის თემა შეეხება ფუნქციებს. გავივლით თუ რა შეგვჭირდება ფუნქციები, რა პრობლემა გვაქვს მათ გარეშე და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი ჩვენი კოდის გაუმჯობესებისთვის. სამ ფუნქციაზე გადავალთ, როგორც მშვენია, ჯერ მინდა რომ დაგანახოთ პრობლემა. მაგალითად, გვაქვს ეგეთი ამოცანა, ტასკი და გვეუბნებიან რომ დაწერეთ 1-დან 10-ის ჩათვლით რიცხვები. ამას როგორ ვიზარდოთ? for cycle-ის გამოყენებით, რა თქმა უნდა, დავიწყებთ 1-დან, მივალთ 10-ის ჩათვლით, ანუ ინაკლებიან ტოლი 10-ზე, ყველა იტერაციაზე ის გავზრდით 1-ით და შიგნით გამოვკონსოლებთ ის. ანუ ჯერ იქნება გამოკონსოლებული 1, მერე 2, მერე 3, მერე 4 და ბოლოს 10, ხო? მაგრამ ეს ოკეი, ხა აქ არაფერი არ გვჭირდება დამატებით. მაგრამ ჩვენ რა გვითხრა რომ ეგ ფუნქციონალი გაიმეორე 4-ჯერო. რას ვიზავთ? ამჟამინდელი ცოდნით, რაც ჯერჯერობით გვაქვს. ვიზავთ იმას, რაც ახლა მაქვს მოცემული სლაიდზე, რომ ავდგებით და ამ 1 for cycles მოვაკოპირებთ და კიდევ 3-ჯერ ჩავაფეისებთ, რომ სულ 4 გამოვიდეს. ანუ საბოლოო ჯამში გვექნება ეს შედეგი. აქ გამზადებული მაქვს მე ფაილი, სადაც ვიმუშავებთ დღეს. ანუ for cycle მაქვს, let user nulls. აი ეს რაღაც მექნება. კიდევ ერთ for cycle-ს დავწერ. მშვენიერ. და რომ მითხრა 4-ჯერ გააკეთეო ეგ ფუნქციონალი, ავდგები და 4-ჯერ ჩავაფეისებ. პროგრამა რო გავუშვა, იდეაში იმას მივიღებ შედეგად, რაც მინდოდა რომ მიიღო. ანუ 0-დან 10-ის ჩათვლით, მოდი ჩათვლით გავაკეთოთ როგორც სლაიდში მაქვს მოცემული. აქაც ნაკლებიან ტოლი, აქაც ნაკლებიან ტოლია, აქაც ნაკლებიან ტოლია. და ნახეთ, დავიწყეთ 0-დან 10-ის ჩათვლით დაკონსოლდა, ეს ერთი for cycle მორჩა. მერე მეორე 0-დან 10-ის ჩათვლით დაკონსოლდა, მეორე for cycle მორჩა, მერე 0-დან 10-ის ჩათვლით მესამე მორჩა, 0-დან 10-ის ჩათვლით მეოთხე მორჩა. მაგრამ აქ უკვე ვარღვევთ ერთ-ერთი პროგრამირების კონცეფციას, რომელსაც ქვია dry, ანუ don't repeat yourself. ანუ არ გაიმეორო საკუთარი თავი. ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაც ერთ კოდს რო დავწერთ, ისე მეორედ არ უნდა გავიმეოროთ. იმას კი არ ვამბობ, აი for cycle თუ გამოვიყენე პროგრამაში, for cycle-ის კიდევ მეორეჯერ გამოყენების უფლება არ მაქვს. არა. მე არ ვამბობ რაღაც კონკრეტულ კონცეფცია არ გამოვიყენოთ თქო. მე ვამბობ, აი ერთი და იგივე კოდი არ გამოვიყენოთ. აი ხო მაგალითად ეს ზუსტად ერთი და იგივე კოდი გამოყენებული მაქვს 4-ჯერ. და ზუსტად აი ამისთვის გვჭირდება ჩვენი ფუნქციები. ნახეთ ფუნქცია რა შვება? ფუნქციები უკვე იდეაში ჩვენ გავიარეთ. მაგალითისთვის console.log-იც კი ფუნქციაა. console.log და ეს ფრჩხილები რო იხსნა მრგვალი ფრჩხილები, ეგ უკვე ფუნქციაა. ოღონდ ეგ არის JavaScript შეშენებული ფუნქცია. სიტყვაზე numbers რო ვიყენებთ, რომ string-ი გადავაქციოთ რიცხვის ტიპის მნიშვნელობაში, ეს ფუნქცია არის. და კიდევ ბევრი ფუნქცია გავიარეთ. თუ lowercase, თუ uppercase ეგენი ფუნქციები არიან სიამბლეში. უბრალოდ ეგენი არიან JavaScript შეშენებული ფუნქციები. და ეს console.log-ის მაგალითად, ამ console.log-ის უკან დგას რაღაცა კოდი, რომელიც ადრე დაწერა ვიღაცამ და ეგ იმიტომ გააკეთა, რომ console.log-ს ჩვენ გამოვიყენებდით ხშირად ძალიან. ანუ ეს console.log-ი რო არსებობდეს, მე მომიწევდა სიტყვაზე ყოველი გამოპროტის დროს 30 ხაზის წერა. მხოლოდ იმიტომ რომ გამოვიდეს რაღაცა ეკრანზე. და ეგ რო არ მოხდეს, ამ JavaScript-ის შექმნა გამოგიგონა რაღაც console.log ფუნქცია გამზადებული ჩანაწერი, რომლის უკანაც დგას რაღაც კონკრეტული ფუნქციონალი. ანუ ერთხელ გავსაზღვრავთ და ბევრჯერ ვიყენებთ. და აქაც იგივე ამბავი გვჭირდება, იგივე კონცეფცია, რომ მე ერთხელ უნდა გავსაზღვრო ეს ფუნქციონალი და უკვე ბევრჯერ გამოვიყენო. და ამას ვაკეთებ ჩვენგნაირად. ნახეთ? ვქნი ფუნქციას. ფუნქციის შექმნა შეგვიძლია function keyword-ით. შემდგომ ფუნქციას ვარქმევთ სახელს. როგორც სლაიდს უნდა დავარქვათ ინტუიტიური და შესაბამისი სახელები, იგივე ფუნქციებზეც ამ ფუნქციასაც ჯობია რომ შესაბამისი სახელი დავარქვათ. print numbers დავარქმევ. და აქაც camel case მიდგომა იხმარება. ანუ ყოველი შემდგომი სიტყვის პირველი ასო იწერება დიდი ასოთი. ანუ function, მერე ფუნქციის სახელი, მერე უკვე მრგვალი ფრჩხილები, ეს მრგვალი ფრჩხილები არის იმის მანიშნებელი პროგრამისთვის, რომ ჩვენ ვქნით ფუნქციას. და შემდგომ ფიგურული ფრჩხილები. და აი ამ ფიგურული ფრჩხილების შიგნით იწერება ფუნქციონალი. ჩვენ შემთხვევაში 1-დან 10 ჩათვლით რიცხვების დაპრინტვა.
უბრალოდ მე რო ეხლა ეს კოდი ავიღო და აქეთკენ გამოვიტანო, ნახეთ, მაგ რაღაცა ფუნქცია print numbers დავარქვათ, რომელიც ბეჭდავს რიცხვებს 1-დან 10 ჩათვლით. ინაკლებიან ტოლი AC, i++ და console-log i. მაგრამ მე რო ეს პროგრამა გაუშვა, ნახეთ, არაფერი არ ხდება. ეს იმიტომ მოხდა, რომ აი console-log-იც ხომ ეგრე მოქმედებს, რომ ვიღაცამ დაწერა console-log-ის უკან კოდი, მაგრამ მე console-log-ი თუ არ გამოვიძახე, არაფერის არ ხდება, ხო? აქაც იგივე ამბავი ხდება. მე ფუნქცია გამსაზღვრე შევქმენი, მაგრამ მე ეს ფუნქცია არ გამომიძახებია, ანუ მე არ მithქვას პროგრამისტვის, რომ ამ ფუნქციაში ჩაწერილი კოდი გაშვებული იყო. და ფუნქციის გამოძახებისთვის რას ვაკეთებთ? ჯერ ვწერთ ფუნქციის სახელს, ანუ print numbers და შემდგომ უკვე მრგვალი ფრჩხილები. მრგვალი ფრჩხილები არის ფუნქციის გამოძახების სინტაქსი. console-log-იც ხო იგივე შვება. console.log არის ფუნქცია და მრგვალი ფრჩხილები ვარ დავწეროთ, ფუნქციას ვერ გამოვიძახებთ. ამიტომ აქაც იგივე შვებით, რომ ჯერ ვწერთ ფუნქციის სახელს print numbers და შემდგომ ვიზახებთ ფუნქციას მრგვალი ფრჩხილებით. და ახლა ეს პროგრამა რო გავუშვა, დამიპრინტავს რიცხვებს 1-დან 10 ჩათვლით. ახლა პროგრამის გაშვების დროს რა მოხდა, მაგას მოგიყვებით. თავიდან პროგრამამ დაიწყო კითხვა პირველი ხაზზე რა თქმა უნდა, და მე რქვევით მოდის, მაგრამ პირველ ხაზზე ფუნქცია გამსაზღვრეთ, ანუ არაფერი გავკეთებთ ჯერჯერობით. ამიტომ პროგრამა აი ამ 5 ხაზს ახტება. და მე ხედავს, რომ მე-7 ხაზზე რაღაც ფუნქციას ვიზახებთ. ამიტომ პროგრამა მე-7 ხაზიდან ბრუნდება მეორე ხაზზე. ანუ იმ ხაზზე, სადაც სრულდება, სადაც იწყება ამ ფუნქციის შესრულება. და ნენელა ასრულებს. ეს for ციკლი უკვე ვიცით როგორ მუშაობს. და ახლა უკვე მე თუ მინდა რომ ეს კონკრეტული for ციკლი შესრულდეს 4-ჯერ, ავდგები და განაჩავფეისტებ 4-ჯერ. არამედ აი ამ ფუნქციას მოვაკოპირებ და 4-ჯერ გამოვიძახებ. 1 2 3 4. აი ასე. და აბსოლუტურად იგივე შედეგს მივიღებთ 4-ჯერ უფრო ნაკლები კოდით. ესე იგი ჩვენი პროგრამა უკვე გამოჯობასებული არის. ანუ ფუნქციები გამოიყენება რაიმე კოდის გასამეორებლად, რომ აქეთ-იქით გადაფეისტება და კოპირება აღარ დაგვჭირდეს. ესაა ჩვენი ფუნქციები. თუმცა ფუნქციას უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე ეს ჯერჯერობით ჩანს. მაგალითისთვის, ფუნქცია შეუძლია, რომ მნიშვნელობა დაგვიბრუნოს. ჩვენ ჯერჯერობით ეგეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უბრალოდ ვაკონსოლებთ რიცხვებს. ანუ ფუნქცია არაფერს არ გვიბრუნებს, უბრალოდ რაღაცას აკეთებს. ამ კონკრეტული შემთხვევისთვის აკონსოლებს 1-დან 10-მდე რიცხვებს, 10 ჩათვლით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ფუნქციას დავაბრუნებინოთ მნიშვნელობები. აქ მაგალითისთვის მოვიყვანე რაღაც მარტივი ჩანაწერი, შევქმნით ფუნქცია function keyword-ით, დავარქვით სახელი sum, ანუ ეს უკვე მიგვანიშნებს, რომ ამ ფუნქციაში რაღაც რიცხვების ჯამს პოულობთ. მე არ მრგვალი ფრჩხილები და ფიგურული ფრჩხილები. და აი ამის შიგნით წერთ უკვე აი ამ ფუნქციის შიგთავს, ანუ ფუნქციონალს. და ამ ფუნქციაში ნახეთ რა მაქვს, შევქმნი x-ვლადი და 10 ნიშნულობა მივენიჭე, მე დავწერე let y უდრის 5, ანუ შევქმნი y-ვლადი და მივენიჭე 5 ნიშნულობა. შემდგომ დავიცვალე მათი ჯამი, ანუ let sum უდრის x + y-ს და დავაბრუნე ეს ჯამი, ანუ return გავუკეთე. return არის ქართულად დაბრუნება. ანუ გამოდის რომ მე ფუნქციაში შემიძლია გარკვეული კალკულაციები და ფუნქციონალი გავატარო და შემდგომ საბოლოო პასუხი რაც მე მაინტერესებს, ეგ დავაბრუნე ფუნქციიდან. მოდი ეგ ჩავწეროთ. function sum let x უდრის 10, let y უდრის 20, let sum ან ჯამი უდრის x + y-ს და სხვადასხვა შემიძლია რომ მე აქ იგივე ცვლადი შევქმნა. ეგ იმიტომ ხდება, რომ სამ ფუნქცია არსებობს გლობალურად და ეს სამ ცვლადი არსებობს მარტო ფუნქციის შიგნით. აი ამ ფიგურული ჭრილების შიგნით და მაგალითს ვისაუბრებთ. და აქედან შემიძლია ეს სამ დავარეთარნო. მოდი გამოვიძახოთ ახლა ეს ფუნქცია, დავწეროთ ჯერ ფუნქციის სახელი და შემდგომ მრგვალი ჭრილები რომ გამოვიძახოთ. და გავუშვოთ ჩვენი პროგრამა. ჯერ გავასუფთავებ ტერმინალს. აი ეს. მაგრამ არაფერიც არ მოხდება. და რატო? მოდი მივუყვეთ ნანა პროგრამას. მეორე ხაზზე რომ მივიდე პროგრამა, დაინახე ფუნქციას ვიზახებთ, ამიტომ დაიწყო ფუნქციის შესრულება. x-ი 10-ია, y-ი 20-ია, ну 3 არის 30. 10 + 20.
და აი ამ ფუნქციამ დააბრუნა, ანუ return-ი გაუკეთა 30-ს, return 3. ანუ ახლა ის მოხდა, რომ ფუნქციის გამოძახების ადგილას დაიწერა 30. მაგრამ როგორც პირველ ლექციაზე ვისწავლეთ JavaScript-ის პირველ ლექციაზე, ასე უბრალოდ 30-ო დავწეროთ, არაფერს არ იზავს, თუ არ გამოვაკონსოლე. ამიტომ მე მჭირდება, რომ ფუნქციის გამოძახება ჩავსვა console log ფუნქციაში. ანუ მე შემიძლია ერთი ფუნქცია გამოვიყენო console-ი და შიგნით ჩავსვა მეორე ფუნქციაც. ანუ ეს სამ ფუნქცია, ანუ ჯამის ფუნქცია, რასაც დააბრუნებს, ანუ დაარეთარნებს და ეგ მოექცია მაგას დააკონსოლებს console log ფუნქცია. მოდი დავასეივოთ და გავუშვოთ. აგერ 30 გამოვიტანა. ეს return-ი იმაში გვჭირდება და იმისთვის არის კიდევ ხელსაყრელი, რომ შეგვიძლია ფუნქციის მიერ დაბრუნებული მნიშვნელობების გამოყენება. ანუ მე შემიძლია ავდგე და ეს ჯამი შემონახო ცვლადში. ანუ let result-ი, ანუ შედეგი უდრის 3 ფუნქციას. ანუ ეს 3 ფუნქციის გამოძახებისას რაც დავიბრუნდება, ეგ მნიშვნელობა შენეხება result-ში, ანუ 30 შენეხება result-ში. და მერე უკვე შემიძლია results დავუმატოთ 10 მაგალითად. და მივიღებთ 40. იმიტომ რომ result-ი არის 30. სამ ფუნქციამ 30 დავუბრუნა. და მე რო აქ console-ი გამომეყენებინა, დავწეროთ console.log 3 არაფერიც არ მოხდება. ნახე, დაწერე none. და რატო? მე თუ ფუნქციამ რაღაცა მნიშვნელობა არ დამიბრუნა და უბრალოდ დავბეჭდეთ, ხო? აი ამ მნიშვნელობას ვერ გამოვიყენებ მე. და მე თუ მჭირდება ეგ მნიშვნელობა, უნდა დავარეთარნო, ანუ ფუნქციიდან უნდა გამოვიტანო. ანუ საბოლოო პასუხის ფუნქციიდან გამოტანა თუ გვინდა ვიყენებთ returns. ისე ვერ გამოვიტანთ. და ახლა ნან რატო არის? ზოგადად მოდი results-ს დავაკონსოლებ, result-იც ნახოთ რა არის. result იქნება undefined. ნახეთ undefined-ია. და რატომ? ზოგადად თუ ფუნქციაში return-ი არ მიწერია და ფუნქციას ვიზახებ და კონსოლში ვსვამ. default-ად ფუნქცია ზოგადად არ ეთანებს undefined-ს. ან ჩავთვალეთ, ყველა ფუნქციაში წერია return undefined. თუმცა არ ჩანს. და თუ return-ი არ მიწერეს, იგი undefined ბრუნდება, result-ი თუ undefined-ია, ნახეთ undefined-ს დავუმატოთ 10-იანი და მივიღეთ none, ან not a number. იმიტომ რომ undefined-ის და 10-იანი შეკრება არ შეიძლება. და ზუსტად ეს მაგალითი მოქვს მოცემული შემდეგ სლაიდში აი აქ. ან მე შემიძლია კალკულაციის საბოლოო შედეგი დავაბრუნო, დავარეთანო ფუნქციიდან და შემდეგ უკვე გამოვიყენო. ან return-ი მაგიჯობია console-ს შემიძლია ფუნქციის პასუხის გამოყენება შემდგომ. console-ით ვერ გამოვიყენებ. ახლა გადავიდეთ პარამეტრებსა და არგუმენტებზე. მე რომ მაქვს აი ეს ფუნქცია, მოდი console log 3-ს დავწერ. ესე. ეს ფუნქცია მშვენივრად მუშაობს, ხო? მაგრამ ეს ფუნქცია მხოლოდ მუშაობს. არა, აქ უნდა დავარეთარნო ბოდიშით. return 3. ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ 10-სა და 20-ზე. ანუ მხოლოდ ორ რიცხვს კრებს 10 და 20. მაგრამ მე თუ მინდა რომ სხვა რიცხვები შეკრიბოს, მომიწევს რა, რომ შევცვალოთ ცვლადის მნიშვნელობები. ანუ აქ დავუწერო 5-იანი, აქ 7-იანი ქვით მაგალითად. და იმუშავებს, რა თქმა უნდა. მაგრამ დიდი ალბათობით მე დამჭირდება ისეთი გარემო, სადაც მე შემეძლება როგორც 10-ის და 20-ის ჯამის დათვლაც, ასევე 5-ის და 7-ის ჯამის დათვლაც. ანუ სიტყვაზე მე რომ მეორეჯერ გამოვიძახებ სამ ფუნქციას, მე მინდა რომ აქ უკვე 10-ის და 20-ის ჯამი იყოს. და პირველში იყოს 5-ის და 7-ის ჯამი. ანუ ახლა ეს ჩვენი ფუნქცია არის სტატიკური. ანუ მხოლოდ ერთ დროს მუშაობს. ანუ მარტო 5-იანზე და მარტო 7-იანზე მუშაობს. სხვა დანარჩენ რიცხვებზე ვერ მუშაობს. და ზუსტად ამისთვის გამოიყენება პარამეტრები და არგუმენტები, რათა ჩვენი ფუნქცია უფრო მეტად დინამიური გახდეს. და რა შვება ახლა ეს პარამეტრები და არგუმენტები? პარამეტრები და არგუმენტები საშუალებას გვაძლევს, რომ ფუნქციის შიგნით შევიტანოთ კონკრეტული მნიშვნელობები. ანუ ფუნქციის output-ი ხო გავიგეთ, რომ return-ი არის, ანუ გამომავალი მნიშვნელობა. მაგრამ თურმე შესაძლებელი არის, რომ ფუნქციის შიგნით შევაწოდოთ რაღაც მნიშვნელობები. ჩვენ შემთხვევაში 5 და 7. ან მაგალითად მე შემიძლია ფუნქცია გამოვიძახო, რკვალი ფიჩხლებით და არგუმენტად გადავცე 5 და 7. ან ეს 5-იანი და 7-იანი არის არგუმენტები. უბრალოდ მე მჭირდება, რომ ეს 5-იანი და 7-იანი სადღაცა შევინახო. და ამ 5-იანს და 7-იანს შევინახავ პარამეტრებში. პარამეტრები იწერება ფუნქციის განსაზღვრისას აი ამ ფიჩხლებში. აქ დავწერ x და y-ს.
ანუ ჩათვალეთ, მე რომ იწერია let x უდრის 5 და let y უდრის 7, ეს იგივეა, რაც რომ მე ფუნქციის გამოძახებისას გავუტანო არგუმენტები და 5-იანი და 7-იანი და შევინახო x და y-ში. ანუ 5-იანი შეინახება x ცვლადში, 7-იანი შეინახება y ცვლადში. ანუ ესენი არიან არგუმენტები ფუნქციის გამოძახებისას, რასაც ვატანთ. ოღონდ აქ უნდა იყოს კონკრეტული ნიშნობები და აქ უნდა იყოს ზოგადი ცვლადის სახელები. ჩათვალეთ იგივე ცვლადია რა, უბრალოდ დინამიური. ანუ ამ შემთხვევაში მე შემიძლია გავიგო 5-ის და 7-ის ჟამი, აი რომ გავუშვა, გამოვა 12, იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა უკვე x-ი არის 5, y-ი არის 7 და ბრუნდება 5-ის და 7-ის ჟამი. მაგრამ მე უკვე შემიძლია რომ იგივე ფუნქცია გამოვიძახო, უბრალოდ გავატანო სხვა არგუმენტები. მაგალითად 10 და 20. ანუ თავიდან გამოვა 12, მერე გამოვა 30. ამ ხაზზე რო ვიყავით და ფუნქცია გამოვიძახეთ. ამ მომენტისთვის x და y იყო 5 და 7, მაგრამ მეშვიდე ხაზზე რო გადავიდით, ამ მომენტისთვის x და y არის 10 და 20. და 30 დააბრუნა ჟამი. ანუ ეს არგუმენტების და პარამეტრების ერთობლივობა გვეხმარება რომ ჩვენი ფუნქცია იყოს დინამიური და იმუშაოს ყველანაირ შემავალ ინფორმაციაზე. ანუ input-ი არის არგუმენტები, output-ი არის ეს return-ით დაბრუნებული ჟამი, საბოლოო ჟამში. და აქაც იგივე მაგალითი მოქვს მოცემული. უბრალოდ შექმნი რაღაც აკვადრატების ფუნქცია, square და ვარქვი და ვარითარებ x-ი გამრავლებული x. ანუ მე თუ გადავაწოდე არგუმენტად 5-იანი x შეინახება 5 და დააბრუნებს 25-ს, 10-იანი თუ გადავაწოდე დააბრუნებს 100-ს და 3-იანი თუ გადავაწოდე დააბრუნებს 9-ს. ანუ 3-3 10 და 5-5. ანუ ყველა ახალ გამოძახებულ ფუნქციაზე ახლიდან ითვლება პარამეტრები და არგუმენტების მნიშვნელობები. და რა თქმა უნდა, აქ შემიძლია როგორც ერთი არგუმენტი გადავაწოდე, ერთი პარამეტრი მქონდეს, ასევე შემიძლია 2, 3 და 10 მქონდეს რა. ან შემიძლია არ მქონდეს საერთოდ პარამეტრები და არგუმენტები. ოკეი. ახლა მინდა ვისაუბრო ბაინდინგებსა და სკოუპებზე. ეს ბაინდინგი იდეაში უკვე ვიცით, უბრალოდ სახელი არ დაგვირქმებია. ჩვენ როდესაც სვლაც ვქვნით, მაგალითად let x უდრის 10, ეს არის ჩათვალით ბაინდინგი. ანუ x-ი შევქმნით და ის-რით მოვუკავშირეთ 10-იანთან. და ეხლა რა არის სკოუპები? სკოუპებზეც ნაწილობრივ გვისაუბრია. სკოუპი არის კონკრეტული ბაინდინგების საცხოვრებელი გარემო, საარსებო გარემო. მაგალითისთვის, მე რო შევქმნი ყველაფრის გარეთ ცვლადი, ანუ არანაირი ფიგურულ ცხლებში არ მაქვს ეს დატანილი. let x უდრის 10. ეს ნიშნავს, რომ ეს x არის გლობალური ცვლადი. ანუ არსებობს თქვენ პროგრამაში. მე ახლა უკვე x-ს მინდა იქ გამოვიყენებ. მაგრამ ნახეთ, მე როცა შევქმნი ცვლადი if-ის scope-ში, if-ის ბლოკი დავარქვიოთ, თუ გინდათ, მაგრამ ამას scope-ი ქვია. აი ამ ფიგურულ ცხლებში ასწერი არის scope-ი. ანუ აი ამ კოდის საცხოვრებელი გარემო. მე რომ აქ შევქმნა let-ით y ცვლადი, გარეთ ვეღარ გავიტან. აქ მიწერია local to block. ანუ მე ამ y-ის გამოყენება შემიძლია მხოლოდ if-ის ბლოკში, ანუ if-ის scope-ში. მის გარეთ ვერ გამოვიყენებ. ნახეთ, let x უდრის 100 დავწეროთ. შევქმნათ if-ი და true ჩავწეროთ პირობაში, რომ ეგრევე შევიდეს პროგრამა. და აქ ქონდეს let y უდრის 20 და გარეთ დავაკონსოლოთ ჯერჯერობით x. ნახეთ. x რა თქმა უნდა გამოვა და ასევე გამოვა if-ის შიგნითაც. იმიტომ რომ x არის გლობალური ცვლადი და ყველგან გამოვიყენებთ. თუმცა ნახეთ, მე რომ y-ი გამოვიყენო if-ის შიგნით, ანუ იმ scope-ში, სადაც შევქმენი, ჩვეულებრივად იმუშავებს და დაიბეჭდება 20-იანი. ანუ ეს y-ი არის ლოკალური ცვლადი, local to block. ანუ აი ამ მარტო ამ ბლოკში, ანუ მარტო ამ scope-ში არსებობს. მაგრამ მე რომ ეს გარეთ გავიტანო, დამივიწყავს errors. მეტყვის რომ y is not defined, ანუ არ არის შექმნილიო. ანუ შექმნილი არის უბრალოდ ეხლა მე 6 ხაზზე მიწერა y-ი. მე მინდა რომ ისეთი y გამოვიტან, რომელიც გლობალურად მაქვს შექმნილი, მაგრამ არ მაქვს, ხო? y არის მარტო if-ის scope-ში და გარეთ ვერ გავიტან. თუმცა ვარი რო იყოს გავიტან. აი ვარის განსხვავება ეგ ახსენეთ კიდევაც წინა ლექციაზე. რომ ვარის შემთხვევაში თუ რაღაცა ბლოკში შევქმნით ცვლადი გარეთ გატანა შეგვიძლია, მაგრამ ნუ ვარებს არ ვიყენებთ მაინც. თუმცა თუ ფუნქცია შევქმნით ვარი, ნახეთ, ფუნქციაში
function, მოდი foo-ს დავარქმევ. როცა დეველოპერმა არ ვიცით ფუნქციას რა დავარქვოთ, ვარქმევთ ხოლმე foo-ს რა სატესტოდ. ეგეთი რაღაც გავაკეთოთ, varით შევქმნათ სვლავდი var x უდრის 10. ეს ფუნქცია გამოვიძახოთ, რომ შიგნით შესრულებული კოდი შესრულდეს და შემდგომ დავაკონსოლოთ x. ამაზე უკვე ერორი იქნება. ნახეთ, x is not defined. ანუ გინდა var იყოს, გინდა let იყოს, გინდა const იყოს, ფუნქციის გარეთ ვერანაირ სვლავს ვერ გავიტანთ. მარტო ფუნქციის scope-ში დარჩება. ესეც scope-ი არის. ფუნქციის scope-ი, ანუ ფუნქციის საცხოვრებელი გარემო. სადაც თუ სვლადი შექმნი, მას გარეთ ვერ გავიტან. Okay? მაგრამ თუ if შექმნით varით z მაგალითად, ესეც გლობალური იქნება, იმიტომ რომ გარდგატანა შემიძლია. მაგრამ let-ით ვერ გავიტანთ. თუმცა var მოდი არ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მოძველებულია და მარტო let-ებს და const-ებს ვიყენებთ ხოლმე უკვე. და ესეც მინდა რომ იცოდეთ. Okay. ასევე ახლა მინდა ვისაუბრო nested scope-ებზე. რა არის nested scope-ები? ჩვენ ხო გავიგეთ, scope-ი არის ფუნქციის ან if-ის ბლოკის რაღაც საცხოვრებელი გარემო, სადაც კოდს რო ჩავწერთ, ეგ კოდი მარტო მანდ არსებობს, ანუ რაღაც ცვლადი მარტო მანდ არსებობენ, გარეთ ვერ გავიტანთ. თუმცა მე შემიძლია ასე გავაკეთო nested scope-ები. და მაგალითი მაქვს აქ მოყვანილი. ეს პატარა ამოცანა არის იმაზე, რომ როგორ უნდა გავაკეთოთ humus-ი. რაღაც საჭმელი. მაქვს ფუნქცია humus შექმნილი. და ამ ფუნქციაში მაქვს შექმნილი კიდევ მეორე ფუნქცია, აი function ingredient. და ახლა ეს ingredient-ი რას აკეთებს? ეს ingredient-ი პარამეტრებად იღებს amounts, units და names. ანუ რას ნიშნავს? აქ რო გამოვიძახე მე, აი ცოტა შემოვლით ვიტყვი რომ უფრო მიგახვედროთ რა. ეს ingredient რო გამოვიძახე, გადავაწოდე ერთიანი can და chickpeas. ანუ ერთიანი ინახება amount-ში, can ინახება unit-ში და chickpeas ინახება name-ში. ანუ 1 კილა ბარდა. გამოდის რომ humus-ი არის დიდი ფუნქცია, რომელიც იძახებს ბევრჯერ ingredient-ის ფუნქციას, იმიტომ რომ humus-ის გასაკეთებლად გვჭირდება რამდენიმე ingredient-ი, ხო? ანუ გვჭირდება 1 კილა ბარდა, 0.25 ჭიქა ტაჰინი, 0.25 ჭიქა ლიმონის წვენი და ასე შემდეგ. ოღონდ ეს ingredient ფუნქცია რას აკეთებს ახლა? ვქნით ingredient amount ცვლადს, რომელიც უდრის amount გამრავლებული ფაქტორზე. ფაქტორი რაღაცა, ნახეთ? ახლა უკვე ცოტა შეიძლება დაიბნეთ, იმიტომ რომ ფაქტორი არის გარეთა ფუნქციის პარამეტრი, ანუ გარეთა ფუნქციის ცვლადი. თუმცა რა ხდება? ეს ფაქტორი, ანუ ეს სამიანი ფაქტორი არის რამდენ კაცზე გვინდა რომ გავაკეთოთ humus-ი. ანუ მე ერთ კაცზე მჭირდება 1 კილა ბარდა, მაგრამ სამ კაცზე დამჭირდება 3 კილა ბარდა, ხო? სამზე ვამრავლებთ. ეს ფაქტორი მხოლოდ არსებობს აი ამ ფიგურულ ჭხილებში. ან მარტო humus-ის scope-ში არსებობს. მის გარეთ ვერ გამოვიყენებთ. თუმცა მე რომ შიგნით კიდევ ერთი ფუნქცია შევქმნი, ამ ფუნქციის შიგნით შემიძლია ფაქტორის გამოყენება. იმიტომ რომ ეს ფაქტორი არის გარეთა ფუნქციის პარამეტრი. ანუ მე შემიძლია მნიშვნელობა გამოვიყენო გარედან შიგნით. შიგნიდან გარეთ. ანუ გარეთ არ შექმნილი ეს სვლადი და შიგნით ვიყენებ ჩვეულებრივად. თუმცა მე რომ მომინდეს humus ფუნქციაში, აი მაგალითად აი აქ amount-ის დაკონსოლება მაგას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ amount-ი არსებობს მხოლოდ აი ამ ფუნქციის scope-ში და არა მის გარეთ. ეს humus დიდი ფუნქციაა რა, ანუ ingredient-ის მშობელია და ჩვეულებრივად გამოვიყენებთ ingredient-ში ფაქტორს. ეს ingredient amount-იც მაგისთვის გამოგვადგება, რომ ანუ amount-ი თუ არის, ანუ რაოდენობა თუ არის ერთიანი, 3 ადამიანისთვის გვჭირდება 3, ანუ 1/3. და მე if გვაქვს რომ თუ ingredient amount-ი მეტია 1-ზე, მაშინ unit-ს ემატება s-ი. ანუ unit-ი არის can მაგალითად და ინგლისურის გრამატიკის წესი არის, როდესაც მრავლობით ვსაუბრობთ, ბოლოს ემატება s-ი. მაგალითად თუ can არის 1 can, მაგრამ 3 cans. და მაგას აკეთებს რომ თუ 1-ზე მეტი ადამიანის გვჭირდება, მაგალითად ingredient amount-ი არის 1-ზე მეტია, მაგალითად 3 თავიდან.
unit-ს ემატება s, ანუ can-ის მაგალითად იქნება cans. და ბოლოს კონსოლდება ingredient amount unit name. ანუ ჯერ და კონსოლდება 3 cans chickpeas, ანუ 3 კილა ბარდა, მერე 0.25 ჭიქა ტახინი და ასე შემდეგ. მოდი ამ კოდს აქეთანაც გადმოვიტან. function hummus hummus-ი გამოვიძახოთ 3 ადამიანისთვის გავაკეთეთ, მოდი და გქონდეს კიდევ ახალი ფუნქცია ingredient. შემოთავაზა am და barem გამოვიყენებ. ანუ ნახეთ რა ხდება, ახლა რომ მე გამოვიძახო ფუნქცია. ნახეთ, თურმე 3 ადამიანს უჭირდება 3 can chickpeas 0.75 cup ტახინი და ასე შემდეგ. ანუ ეს ფუნქცია მე ბევრჯერ გამოვიძახე. Hummus ხო გამოვიძახე 3-ჯერ. ანუ ჩათვალეთ ფაქტორი არის 3 სტოლი. ანუ let factor უდრის 3-ს ჩათვალეთ ეგრე დაგვიწერია რა. მერე ინგრედიენტი გამოვიძახეთ რამდენჯერმე და გადავაწყვეტ არგუმენტები 1 can და chickpeas. ნუ თავიდან ინგრედიენტი amount-ი არის 3 სტოლი, იმიტომ რომ 1-ჯერ 3 არის. ინგრედიენტი amount-ი მეტი 1-ზე, ამიტომ unit-ს ემატება s-ი, ანუ can-ის მაგალითად ხდება cans და კონსოლდება მერე ანუ 3 cans chickpeas. და გვაქვს nested scope-ები. ანუ მე მაქვს hummus-ის scope-ი, ანუ ეს scope-ი და machine-ით მაქვს ingredients scope-ი. მე ingredients scope შემიძლია ფაქტორი გამოვიყენო, იმიტომ რომ გარეთაა შექმნილი. ანუ როდესაც თვლადი გარეთაა შექმნილი, მე შემიძლია შიდა scope შევიტანო, მაგრამ პირიქით ვერ ვიზავ. ანუ აქ მე ვერ დავწერ, მაგალითად console log amount. იმიტომ რომ amount-ი აქ არ არსებობს, მხოლოდ ingredients scope-ში არსებობს. და ეგეს გაითვალისწინეთ. Okay. მე ახლა რაც გასწავლეთ ფუნქციებზე, იყო ერთ-ერთი გზა ფუნქციის ჩაწერისა. ანუ function square და ბრჭყილებში ვაქ x-ი მაგალითად და რო არ ეთანებს x გამარჯვებული x-ზე, ამას ქვია ფუნქციის დეკლარაცია. ანუ function declaration. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჩანაწერი არის. თუმცა ასევე არსებობს კიდევ ორი გზა, რითიც შეგვიძლია რომ ფუნქცია ჩავწეროთ. მეორე გზა არის function expression, ანუ ფუნქციის გამოსახულება. აქ ნახეთ რა ხდება. იგივე არის წერება function, უბრალოდ ამ ფუნქციას სახელი არ აქვს. ნახეთ, აქ რო ეწერა function square ფუნქციის სახელი. ამ ფუნქციას სახელი არ აქვს და დარჩენი იგივე არის, რომ რგვალ ბრჭყილებში პარამეტრი არის, მერე ფიგურული ბრჭყილები და რეტერნდება x გამრავლებული x-ზე. და ასეთ ფუნქციას, როცა ფუნქციის სახელი არ აქვს, ეწოდებათ ანონიმური ფუნქციები. და რადგანაც ამას სახელი არ აქვს, ამიტომაც ვინახავთ სვლათში. ანუ როგორც სვლათში ვინახავთ strings და რიცხვს, ასევე ჩვენ შეგვიძლია სვლათში ვინახოთ ფუნქციაც. ანუ მე შემიძლია ავდგე, შევქმნა რაღაცა სვლადი, const square და მივანიჭო ფუნქცია. ანუ ფუნქცია ჩვეულებრივი მნიშვნელობაა. და დავარეთანო x გამრავლებული x-ზე. და აი ამ squares იგივე წესებით გამოვიძახებდით. 12-ის კვადრატი ვაინტერესებს, არის 154. და მესამე გზა ფუნქციის ჩაწერის არის arrow function, ანუ ისრიანი ფუნქცია. და ნახეთ იგივე რაღაც ჩავწერე უფრო მოკლედ. arrow ფუნქციას ანონიმური ფუნქცია, ანუ მას ვინახავთ ცვლადში, მაგალითად square დავარქვათ. და აქ ნახეთ რა ხდება. იწერება პარამეტრი, მერე ის არის, ამიტომ დავარქვი ისრიანი ფუნქცია, ის არის ვიყენებთ და x გამრავლებული x-ზე. ახლა ეს როგორ აიგივე რაც ეს ხო? ანუ const square უდრის x ის არის x გამრავლებული x-ზე. აქ რა ხდება ნახეთ? ეს არის შემოკლებული ფორმა და უფრო პრაგმატული ფორმა. და რატო? ისრიან ფუნქციაში თუ აქ ეგრევე მივაყოლებთ რაღაცა კოდს, აქ იგულისხმება რომ return-ი წერია. ანუ ჩათვალეთ აქ return-ი უკვე წერია და ფიგურული ბრჭყილებიც. უბრალოდ მე თუ ისრიან ფუნქციას დავწერ ერთ ხაზზე, ანუ დიდი ფუნქციონალი არ მაქვს, მაშინ აქ იგულისხმება ფიგურული ბრჭყილების და return-იც. ანუ ესა ისრიანი ფუნქცია arrow function და ვინახავთ square ცვლადში. და იგივე საკეთებს აბსოლუტურად. აქ შეგიძლიათ ბრჭყილები არ დაწეროთ. უბრალოდ მე რო ასევე ფრეთიერი მიწერს რა, მაგრამ ესე შეცდომა არაა.
თუმცა თუ პარამეტრი არ აქვს ფუნქციას, აუცილებელია ფრჩხილები და ასევე აუცილებელია ფრჩხილები, როცა ორიან ორზე მეტი პარამეტრი აქვს, მაგალითად x და y. თუმცა თუ ერთი პარამეტრია x მაგალითად, შეგვიძლია რომ ფრჩხილები არ დაწეროთ. მაგრამ მე რო არ მქონდეს დიდი ფუნქციონალი, მაშინ დამჭირდებოდა რომ ფიგურული ფრჩხილები მქონდეს, მაგალითად let y უდრის 10 და return x + y მაგალითად რა. იმიტომ რომ ამ ორ ხაზს მე ერთ ხაზზე ვერ ჩავამწყრივებ. თუმცა x გამარჯვებული x-ზე ერთ ხაზზე წერია ჩვეულებრივად. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ფიგურული ფრჩხილები და return იგულისხმება. დანარჩენი მოქმედების ამბავი და ლოგიკის ამბავი ამ სამივეში ერთნაირად ვრცელდება. ნუ ერთი პატარა დეტალის გარდა, რომელსაც დღეს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაგის უნდა არ გვაქვს. მაგას შენაკვირას გავიკეთებ, როცა გადავალთ ობიექტებზე და მასივებზე. და ნუ იდეაში ყველაზე პრაქტიკული არის ხოლმე error ფუნქცია, იმიტომ რომ როცა მარტივი ფუნქცია და ერთხაზიანია, ჯობია რომ error ფუნქცია გამოვიყენოთ, ვიდრე აი ამდენი ვწეროთ. თუმცა რომას გამოვიყენეთ, მაინც გამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მინდა გადავიდე hosting-ზე და გითხრათ რა არის hosting-ი. hosting-საც იდეაში ჩვენ უკვე შევეხეთ, უბრალოდ არ დაგვირქმევა მისთვის სახელი. და როდი შევეხეთ? აი მაგალითად, მე რო აქ დავაკონსოლო x სვლადი და შემდგომ შევქმნა. აქ ხო error-ს ამომიგდებს. იმიტომ რომ პირველ ხაზზე რომ მიწერია console.log x-ი, ამ პირველ ხაზზე x ჯერ არ არსებობს. და დამიწერა cannot access x before initialization. ანუ x ვერ მიწვდები შექმნამდეო. ანუ ინიციალიზაცია იგივე შექმნა არის. და მაგიტომ error-ი დაარტყა. მაგრამ მე რო აქ მქონდეს ვარცვლადი, ვარით შექმნილი ცვლადი, error-ს არ დაარტყავს, უბრალოდ გამოიტანს undefined. ნახეთ, გამოიტანა და undefined. ახლა რა მოხდა? აქ მოხდა ზუსტად hosting-ი. ანუ მეორე ხაზზე რო შევქმნით ვარით ცვლადი, ავიდა პროგრამის თავში. და შესაძლებელი გახდა რომ x გამომეტანა, უბრალოდ undefined-ია. იგივე ხდება ფუნქციებზეც. ანუ ფუნქცია მე შემიძლია ჯერ გამოვიძახო და შემდგომ შევქმნა. მოდი ახლა გამოვიყენებ function square x return x გამრავლებული x. აი ეს. ახლა რო გავუშვა მე პრობლემა არ მექნება. ოღონდ აქ console-ში ჩავსვა რომ დაბრუნებული მნიშვნელობა დავაკონსოლოთ. აი ეს. ახლა მე არანაირი პრობლემა არ მექნება, იმიტომ რომ მოხდა hosting-ი. ანუ hosting-ი არის პროგრამის გაშვებისას ფუნქციის დეკლარაციების პროგრამის თავში ასვლა. ანუ წარმოიდგინეთ პროგრამა რო გავუშვით, ეს ფუნქციები ავიდა სულ მაღლა. და console-ი მაინც ქვევით მოექცა და მაგითო შეგვიძლია რომ ჯერ ფუნქცია გამოვიძახოთ და შემდგომ შევქმნათ. ამ შემთხვევაში მაინც პირიქით ხდება რა, hosting-ი ხდება. თუმცა დააკვირდით, მე ვთქვი პროგრამის გაშვებისას ფუნქციის დეკლარაციების პროგრამის თავში ასვლა. ფუნქციის დეკლარაციების. ეს რომ იყოს let square უდრის ანუ ფუნქციის ექსპრესია რო იყოს, ანუ ფუნქციის გამოსახულება. function expression. errors დამირთავს. cannot access square before initialization. იგივე error-ი არის, იმიტომ რომ ეს hosting მუშაობს მხოლოდ ფუნქციის დეკლარაციებზე, ანუ function-ით რო ვიწყებთ. ეს ხო ჩვეულებრივი ცვლადია. ეხლა ხო let-ზე არ იმუშავა, error-ი დაგვიტყვა. კონსოლს იგივე იზავს. იგივე ცვლადი არის, მე რა ფუნქციას ვინახავთ. ცვლადია რა, ჩვეულებრივი მნიშვნელობა ფუნქციაც. ეს hosting მუშაობს მხოლოდ ფუნქციის დეკლარაციებზე. ანუ უნდა დავიწყოთ function, შემდგომ ფუნქციის სახელი და ნუ პარამეტრები და თავისი scope-ის შეკთავსი. მარტო ამაზე მუშაობს. და ასევე დღეისთვის ბოლო თემა მინდა აღიხსნათ default პარამეტრები. მოდი რაღაც ამოცანა გქონდეს სიტყვაზე, დავწეროთ ფუნქცია, რომელიც მიესალმება მოხმარებელს. ანუ ფუნქციის გამოძახებისას გადავაწყვეტოთ არგუმენტად სახელი და იმ მაგ სახელს მიესალმოს. მოდი hello დავარქვათ. აქ გქონდეს პარამეტრი name და მე როცა გამოვიძახებ hello ფუნქციას, აი თემო დავწეროთ მაგალითად. უნდა დამიწეროს hello ძიმე თემო. ანუ აქ დავარითარნებთ return hello plus name. ანუ კონკატენაცია გავაკეთე. name რაც არ უნდა იყოს ახლა. ოღონდ მოდი დავაკონსოლოთ. console.log. შემიძლია აქ დავაკონსოლო, შემიძლია შეგინ დავაკონსოლო და return-ი არ მქონდეს. ნუ აქ უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. hello თემო.
მე რო აქ გადავცე სიტყვაზე ბექა და მიწერს hello ბექას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში name უკვე ბექას შეიცავს. ჩათვალოთ იგი გავაკეთეთ, რაც let name უდრის ბექას. აი ეს. მაგრამ მოდი ხა ერთი რაღაცას დავამატოთ, ერთ case. მე რომ აქ არ გადავცე არაფერი და მიწერს რას? hello undefined. იმიტომ რომ მე თუ არაფერი გადავეცი, აი იგივე იქნებოდა რაც გამეკეთებინა let name. ანუ მე ცვლადი შექმნი და ნიშნულობა არ მივაინჭი, ესე იგი undefined არის, როგორც უკვე ვიცით. და hello-ს დავუმატა undefined. კონკრეტულად ესე გააკეთა. ანუ undefined string-ად გადააქცია. მაგრამ ასეთ შემთხვევაში მინდა რომ ეგრე მოვიქცეო, დავწერო გამარჯობა უცნობო. მოდი ქართულად დავწეროთ, ინგლისურად დავწერო. გამარჯობა უცნობო მინდა დავწერო. ნუ ეგრე შემთხვევაში რას ვიზავდით? რომ სიტყვაზე თუ name არის undefined, ანუ არგუმენტი არ გადმოუცია მომხმარებელს, მაშინ დავარეთარნოთ return გამარჯობა უცნობო, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში დავარეთარნოთ გამარჯობა plus name. ეხლა დამიწერე გამარჯობა უცნობო. მაგრამ მე რო ჩავწერო აქ სახელი თემო მაგალითად. დამიწერს გამარჯობა თემო, იმიტომ რომ ეხლა უკვე თემო უდრის undefined არის false. აქ არ შევიდა, შიგნით შევიდა, აი აქ. და return-ზე მინდა კიდევ ერთ რაღაცა გითხრათ. როცა ფუნქციაში რაღაცა return-დება, ფუნქცია წყვეტს მუშაობას, მორჩა. ანუ აქ მე შემიძლია else არც მეწეროს. და რატო? თუ ახლა name არის undefined, ხო და return-დება გამარჯობა უცნობო. და მორჩება. ანუ დარეთან და გამარჯობა უცნობო და აი ამ ნაწილზე აღარც გადავედით, იმიტომ რომ ფუნქციამ შეწყვიტა მოქმედება. ან ფუნქცია ელის return-ს გაჩერდეს. ან ყველაფერი უნდა შესრულდეს return-ის გარეშე, ან როგორც კი return-ს დაინახავს, მორჩება. ეგ რო დაგემკითხოთ, ნახეთ, return 5 და მე დავაკონსოლებ 10. ნახეთ? 5 გამოიპრინტა, მაგრამ 10 აღარ. აქ ნახეთ, ღიად მიწერს, იმიტომ რომ ამის დაწერას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ეგრევე რაღაცას ვარეთარნებ, როცა რაღაც რეთარნდება, ფუნქცია წყვეტს მუშაობას და იმის ქვედით რა მიწერია, მნიშვნელობა აღარ აქვს. იმიტომ არ შესრულდება მაინც. აი ეს რაღაც შემიძლია გავაკეთო. ან უფრო მოკლე იქნებოდა თუ ძახილის ნიშანი name. ეს მოკლედ ნიშნავს, რომ თუ name არ არსებობს. ანუ undefined ხარი რო არ არის რა. და ნახეთ რატო მუშაობს. name როცა არის undefined არის false მნიშვნელობა. false და ძახილნიშანი false არის true და შევდივართ ეგრევე გამარჯობა უცნობოში. და მინდა გავახსენოთ, სულ აქვს JavaScript-ში 6 false მნიშვნელობა. ეს არის 0, წერილი string-ი, nani, null, undefined და თავად false. ეს 6 გვაქვს. ეს რო გაგახსენოთ. უბრალოდ უფრო კარგი ვარიანტით შეიძლება რომ არსებობდეს. თან აქ ისეთი მომენტი შეიძლება იყოს, რომ რაღაცა წერილი string გადავცეთ. ამაზეც იმუშავებს ხოდაშორის ეს პროგრამა გამარჯობა უცნობას დაწერს. მაგრამ აქ რომ აქ name უნდა ბოდეშით მუშაობს, იმიტომ რომ წერილი string-ის false მნიშვნელობაა. და აქ რომ ქონდა მეწეღან თუ name უდრის undefined-ს, აქ აღარ იმუშავებს, დაწერს გამარჯობას. და წერილი string-ს მიმოწეს, იმიტომ რომ ეს წერილი string-ი undefined-ს არ უდრის, ხო? ეს ჯობია. მაგრამ უფრო ჯობია default პარამეტრები. და რას აკეთებს ახლა ეს default პარამეტრი? ნახეთ? ნუ ეს უკვე დავწერეთ. default პარამეტრი ნიშნავს ეგეთ რაღაცას. მე შემიძლია პარამეტრს დავუწერო default ნიშნულობა, name უდრის უცნობოს და name აი ამ ნიშნულობას მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ფუნქციის გამოძახებისას არგუმენტს არ გავატანთ. ანუ აქ რომ მიწერა name უდრის უცნობას და ეს დავშალოთ. ახლა გამოვა გამარჯობა უცნობო. ანუ თავიდან default-ად name არის უცნობო. აქ კი გავატანით, მაგრამ წერილი string-ი არის და ნუ ესეც false-ია რა. არა, ბოდიშით. წერილი string-ი რო გავატანეთ, name-ში ჩაიწერეთ წერილი string-ი და გამოვიდა გამარჯობა. მაგრამ თემოსო ჩავწერ, ნახეთ. გამოვიდას გამარჯობა თემოს. მაგრამ თუ არგუმენტი არ გავატანეთ საერთოდ, name მიიღებს უბრალოდ default ნიშნულობას, ანუ უცნობას და დაბეჭდავს ახლა გამარჯობა უცნობას. ანუ ჩათვალეთ, ახლა მე რო თემო გავატანე, რა მოხდა?
ფუნქციაში თავიდანვე იყო შექმნილი let name უდრის უცნობოს და რო დაინახა ფუნქციამ რომ არგუმენტი გავატანე, ადგა და name შეუცვალ მნიშვნელობა. ანუ უბრალოდ name უდრის თემოს დაწერა. იგივე ხდება აქაც. ამ პროგრამის უკან. თუ მაქვს არგუმენტი name იქნება ის რაც გავატან, მაგრამ თუ არგუმენტი არ მაქვს, name იღებს default მნიშვნელობას, ანუ default პარამეტრის კონცეფცია აქ შემოდის რა. და ესეც საკმაოდ ჭკვიანად შეიძლება რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ თან მოკლედ წერთ, თან უფრო გასაგები არის. ოკეი. ფუნქციებზე დღეისთვის ეს იყო. ნუ ბევრი მარტივი თემა წინა კვირასთან შედარებით, ამიტომ გირჩევთ რომ თუ წინა კვირის ამოცანები ბოლომდე გაკეთებული არ გაქვთ, ან გააკეთეთ რაღაცები არ გესმით, გაითავისოთ კარგად. და ეს თემა შემატოთ და რა თქმა უნდა ამ კვირასაც თავისი ამოცანები ექნება და ყველაფერი გააკეთეთ ამის მერე უკვე ფუნქციების გამოყენებით. რომც არ გითხრათ რომ ამოცანაში რომც არ გითხრათ რომ აი დააწერეთ ფუნქცია, თქვენ მაინც დააწერეთ ფუნქცია. რომ უფრო შეეჩვიოთ ფუნქციის გამოყენებას. ოკეი. დღეისთვის ეს იყო. ახლა ჩანაწეს გავთიშავ და გადავიდეთ კითხების ნაწილზე.